ექიმი არჩილ მარშანიას არასამედიცინო კონტენტზე ხართ ახლა. სამედიცინოსთვის პლეილისტები ნახეთ. არასამედიცინოს რაც ეხება, ახლა მივდივართ საჭმელად. ხო და ესეთი საჭმელების ვიდეოებს გადავიღებთ ხოლმე. ამ რუბრიკას ერქმევა, რა ექმევა ამ რუბრიკას? რა დავარქვათ? ახლა მოვიფიქრე. დავარქვათ სიბრძნე სიცრუისა. მაგრამ რა შეჭამოთ? ჭამჭუმები დავარქვათ, თუ შორიო ისა აქ ობრაზია. ჭამჭუმები. აუ, კარგი არის, ხო? ხო და პირველად მივდივართ ახლა რუბიში. ძირფას ბატონ გიორგისთან, არის გიორგი იქ არის თუ არა, მაგრამ არც მithქვია წინას. მართლა? არა. ოკეი. ეგეც ჩვენი ის იყოს. ხაზი, არ გავაფრთხილოთ წინას. ყველას პრობლემა რა არის? კვებაში. შენი აზრით საქართველოში. რესტორნებსა და კაფეებში? ხო, აბა შენ რო ჭამს საჭმელზე კეთება არის ეგ ვიცი უკვე რა. მე როცა რესტორანში ან კაფეში მივდივარ, იმაზე ვგროვებ ხოლმე, რამდენად კარგად იცავენ ჰიგიენის ნორმებს. ჰიგიენა. და სავარაუდოდ ადამიანების უმეტესობას ძირითადად ეგ საფიქრალი აქვს გარეთ ჭამის დროს. მე მგონი ხო, შეიძლება ეგეც იყოს, აქ უნდა ჩავიდეთ? შეიძლება ეგეც იყოს, მაგრამ ზოგი ისეთი ეგრეთ წოდებული ზავიძენია არის პოპულარული, ჩვენთან ხა აღარ დავასახელო, ანტირეკლამა არავისი არ მიდის. რომ აშკარად ეგ ტოპ პრიორიტეტი არ არის, მაგრამ ერთი პრობლემა არის რა ისი, რომ აი რაღაცაზე რომ მიხვალ და რომ მოგეწონება და მე რო აფუჭებენ. აუ კი. აი ხო ქართული ის არის რა. და მე ჩემი კიდევ ერთი პრობლემაა, როგორც ვეგეტარიანელი, სადმე ძალიან გემრიელ ვეგეტარიანულ არჩევას რო ვიპოვე ხოლმე და მე რო აღარ მხვდება. მაგალითად, ბათუმში იყო ძალიან გემრიელი ვეგეტარიანული ფალაფელის შაურმა და დაიხურა სამწუხაროდ. რუბიში მოვედით. არის ადგილი? მე მგონი ნახე რა ხური სავსეა, დამო. გაქვთ ადგილი? დავუჭერა. აქ შეიძლება დავიძეთ. რო გადავიღოთ ხო შეიძლება? რო გადავიღოთ შეიძლება? ზარეულების უნებლობის სამსახურიდან ვარ და უნდა შევაფასოთ რაღაც. ზარეულების მოგაფიქრა გეხვეწები. უნებლობა. დავჭამო. ომლეტი, გლაზოკები, ჩიჟი ბიჟი, ინგლისური საუზმე, ვეგანური ინგლისური საუზმე. ალერგიის შემთხვევაში აცნობეთ სტაფის წერს, უკვე კარგია. ჯანმრთელობაზე ზონა. დეფიბრილატორი რო არ არის, ეგ ცუდია. უკაცრავად. თქვენ რო შემირჩიოთ, შეგიძლიათ? აი, რით ლატაობთ ხოლმე. აი, ბრექფასტზე ყველაზე კარგი რაც გაქვს. აი, აქ რისთვისაც მოდიან ხოლმე, ეგ მინდა მე. მე ჩემთვის ვეგანური ინგლისური საუზმე იყოს. ზეგანო იმაზე ვლაპარაკობდით. პრობლემებზე. ერთი რა არის, იცი, ის კულტურა რა გვაქვს? წყლის. წყალი რა დაგხვდეს? წყალი რა დაგხვდეს, ან ხო ან ჩაულებრად მოიტანო თვითონვე, ანუ შედიოდეს. ან ნუ სახშიც რა ჩვენთან ახლა სუფრას როშიც ახლა არც აი ვაფშე არ მახსენდება ხოლმე წყალი რა დაგხვდა რა. და სალომე გოგლიძემ, ჩემი მეგობარი. ვაიმე გვარი არ მეშლება იმედია სალო ბოდიში თუ შევეშა. ჩემი მეგობარი და კოლეგა და ნუტრიციოლოგი, ოღონდ ნუტრიციოლოგი არა. ყველა მეორე ნუტრიციოლოგია. ნამდვილად. ხუთი საჭმელი რომელიც არ უნდა შეჭამო თუ გინდა რომ გაზები არ დაგიგებთ. ანუ ექიმია მართლა ნუტრიციოლოგია. მაგათთან ვიყავით სახლში რა და სალომემ თქვა რა და მე დავფიქრდი მეც რომ მოიტანა გრაფინით და დგა წყალი რა და ეს რო კულტურაში რო არა გვაქვს ცუდიო რა და მე დავამოღავე რომ მართლა ეს სუფრებსაც რო შევიდით რაღაც ვაფშე რო გახსენდება რა და ძალიან მაგარია. ხო, საფრინქლები გახსენდება სულ, მაგრამ წყალი ნაკლებად. მაგრამ ის მითი არის ასევე სამედიცინო ამბების ჩავაკვეხოთ. საჭმლის დროს წყალი არ დალიო და რაღაცა ეს არის გოიმობა არის მითია, კაროჩე წყალი ძალიან კაი. და მაგის ბავშვობაში. არა, ეგრე მეც მჯეროდა ხო წყალი არ დალიო გასუქებს და საჭმლის მონელებას ხელს უშლის, არა და პირიქით არის რა. ერთ-ერთი რაზეც ამბობენ ხოლმე რომ იმას თვითონ მჟავიანობას ანეიტრალებს რა აზავებს და მეეო ვერ იმედებ რაღაცა არ არის ეგრე. ჩვენი ორგანიზმი გაცილებით კომპლექსური არის ვიდრე კოუჩებს გონიათ ხოლმე. მოკლედ აბალანსებს თვითონ იმას და პირიქით ეხმარება რა იმაში, მადლობა. პირიქით მონელებაში ეხმარება და ძალიან კაი ვარ წყალი კაია. წყალი არის ყველაზე იაფი და ყველაზე ჯანსაღი სასმელი. მაგაზე არ ვიცი. ხო, ლუდს რაც შეეხება, სტატისტიკი ჯენზიკების სხვათა შორის ცოტა სვამენ, რაც კარგია. რო იცოდეთ მეგობრებო, მე მაგათ მეც ეწევიან. მთელი წლის განმავლობაში
8 თვე ერთ წვეთ ალკოჰოლს არ ვიღებ და სულ ვარჯიშობ. ასე რომ თუ მობაძვა გინდათ, მაინც იმაში მომბაძეთ და არა ალკოჰოლში. ალკოჰოლის არც ერთი წვეთი არ არის კარგი, რა გინდა? ლატეს პროცესს რა შეხედავ, შეგიძლია არც თქვა რომ ლუცა. გინესი პირველად, ეს გინესი არ დავანებო. ესე დავთქვა, გადაიხადეთ რეკლამაში. ლუდიო ესე არ უნდა დაასხავ წაქცეული ჭიქით ხო რა, იმიტომ რომ კაფი გროვდებაო და მე იმეებს აჩვენებდა ხოლმე, ახია. ლუდს აიღებენ და სალფეტას. ხელსახოთს აიღებ ჩადემ და როგორ ფუთ აი ეს ხდება მე თქვენ კუჩში. ბიჭო, ვინც აკაფებთ ამ ლუდს? ოყინის მადლი არიცით რა. მე ჯერ ყავა ადამიანებია და ყავა ადამიანებია და მაგით ვარ სერვიულად. ისე ნუტრიციოლოგია, სამედიცინო მიმართულებაა, ანუ იმენის სამედიცინო მიმართულებაა. ნუტრიციოლოგი ეგეთი სპეციალიზაცია ოფიციალური არ არსებობს. თუმცა არსებობს თქვათ ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები, გიგერთ უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო ასე თქვათ დაწესებულებები, სადაც შეგიძლია ექიმმა მართლა გაიაროს ეგ რა და ისწავლოს. მაგრამ ასევე არასერტიფიცირებული თუ როგორ ქვია, არასტანდარტიზებული ისინი არსებობს. რაღაც რომლებიც განსაკუთრებით რაღაცებს რო ყიდიან. ხო, ნუ ხნილებს და აბებს და რაღაცებს ისინი შექმნიან მე რაღაცას და სამდღიან ტრენინგს გაივლი და всё, კვების ექსპერტი ხარ, რაღაც ეგეთ უცნაურ სახელებს არ ხმარობ. ეგ როგორი ვარიანტია, იცი, ჩვენთან ახლა პირველად დახმარების ცენტრში რომ ვასწავლოთ ვიღაცას მოვიდეს და ერთდღიანი კურსი გაიაროს და ისწავლოს პირველად დახმარება და იმას რო თქვა, თუ ეხლა შენ ხარ ძმაო რეანიმატოლოგი და მინდი ხა წადი შენ სასწავლო. ეგეთ. ისე საკვე ობიექტებსაც უნდა რაღაცნაირად დავიწყოთ, რომ ამ სილამაზეებთან და კაი გარემოსთან და კარგი სმაჭამასთან ერთად უსაფრთხოებაზეც იზრუნო და გადავამზადოთ ეს ხალხი და დეფიბრილატორი და პირველად დახმარების ჩანთები მივცეთ. ხო, ისე სასტუმროები უფრო აქტიურობენ ამ მიმართულებით, ვიდრე რესტორნები და კაფეები. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჭამჭუმების სპონსორია პირველად დახმარების ცენტრი. ხო, ჭამჭუმები ძალიან საყვარელია. დიდი მადლობა. სამზარეულოებში და დიდ რესტორნებს მოგიწოდებთ, მოდით ითანამშრომლეთ ქართულ ენაზე არსებული გადათარგმნილი ისა გვაქვს დეფიბრილატორები, აი დენს რო ურტყავს და 8 ცოცხლებს, აი ეგენი. და გახსოვდეთ ნებისმიერ სივრცეში, სადაც უსაფრთხოებაზე მინდა რომ ვიზრუნოთ. ამის მეტი მეთოდოლოგია არ არსებობს. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის პირველადი დახმარება არის და პირველადი ნაადრევი დეფიბრილაცია გამოსავალი. იქ თუ არ მოხდა აბსოლუტურ უმრავი შემთხვევაში გადარჩენის შანსი იგარგება. აუ დრო დაინიშნე მართლა რომელსაც შეუკეთებ? არა, მაგრამ მე გვეს 3 წუთზე მეტი არის კამერა ჩართული. მოდი. 45 ავიღო. 45 და მე შევაფასოთ ეგეც. ყვებაში კიდე რა პრობლემები არის? ყველა მეორეს რო გასურქებაზე ნერვიულობს კი არა და ყველა მეორე გასურქებაზე ნერვიულობს. მანდ არის რამდენიმე ვარიანტი. აი ჯანსაღლება ხო კარგია. მაგრამ გადამეტებული რეაქცია ყველაფერში ცუდი არის რა. ანუ მაგ შორის მანდაც რა. ესეთი დიაგნოზი არსებობს, ოფიციალური დიაგნოზი მგონი არ არის, მაგრამ ნუ ისა ის რა. მდგომარეობა ორთორექსია ნევროზა თუ რაღაც. მე მგონი სწორად. ეგ არის აი ჯანსაღყვებაზე რო ჩაიციკლებია. რატო ჩაიციკლე? ანუ მართლა, ანუ აი ეს მაგას სხვათა შორის ამ ეგრეთ წოდებულ კოუჩებს აქვს ძალიან დიდი წვლილი სამწუხაროდ. აი ძალიან რო გადავა და ყველაფერს ესე როზომავს და მარტო ჯანსაღი ყვება ოღონდ ძალიან გადამეტებული რა. და ეს იწვევს მე ყვების საშინლობა არის რა. ყვების საშინლობას იწვევს და სერიოზული პრობლემას ხმის რა. ჯანმრთელობის ანორექსია ვითარდება, კახექსია, ასოციალიზაცია ხდება და კარგი ძალიან სერიოზული ის არის პრობლემა. ამიტომაც არის რომ ცოტა მარტივად უნდა შევხედოთ რა ამ საკითხს. ჯანსაღი ყვება შეიძლება მარტივად ამ ზედმეტი გადაჭარბებული იმეების გარეშე რა, შეზღუდვების გარეშე რა. მარტივად ისიც არის რომ აი მე ერთხელ შევჭამ და ვიმატებ ეგრე არ არის. პლუს 1000 კილოკალორია გინდა ზედმეტი დღეში
რომ 7 დღე ზედიზედ ეგრე მაგდე ეჭამო რა 1 კილო მოიმატო რა ეხლა ეგრე არა ერთხელ შევჭამე და გავსუქდი ეგრე არ ხდება მადლობა რა ძალიან მიყვარს მაგრამ ის ყავა მაინც ძალიან კაია კაია ყავა ძალიან ისე ყავა ძალიან ცუდი თუ არა მე ვერ ვარჩევ აი ცუდი და კაი ყავა არ ყავა არა ნახე ძაღლები წყალთ ანუ pet friendly-ია ეს თუ რა სიძახიანია ეს სტილი მიყვარს ზოგადად ძაღლი ჩვენიერია მოდი კაი რა ასე ხდება შენ პანანა რა მოფინდა ეგრევე მოდი ძაღლებიც ჩვენიერები არიან კვების საჭმლის გაფუჭების გარდა ქართული პონტი არის კიდე მაღალი მუსიკა რაღაც ადგილებში, fast food რესტორნებში, რაღაც case study-ები ვიცი ალბათ დადასტურებულად არა. გაგებარის ხოლმე არაკომფორტული გარემო, თუმცა სწრაფად ჭამა და სწრაფად ახვიდა მაგალითად მოდიოთ ხოლმე სამუშაოდ და 13 საათით და ასე შემდეგ. მე კი არ მიშლის ხომაღალი მუსიკა. მუშაობ, მაგრამ როგორც ისე მაგიტომ არის აი ზაფხულშიც ძალიან როცივა ხოლმე. ეგ რატო ახსენე ხა გინდა გადავინტეროთ? ოკეი. სპეციალურად შექმნილ დისკომფორტზე არ გამიგია, არ ვიცი. ხო, ანუ fast food რესტორნებში ძირითადად სადაც არ აწყობს რომ დიდხანს გაჩერდეს ხალხი. და იქ რა არის დისკომფორტ მუსიკა? შენ რაც თქვი, მანდ გაკრად არ არის ეგეთი. არის ხმამაღალი. იქცევია ყურადღება, იმიტომ რომ შენ ისეთ სიტუაციაში მიდიხარ, ანუ უცებ საჭმელად მიდიხარ რა, მაგრამ აი სამუშაოდან 13 წუთები ძალიან იგრძნობა. მე ხშირად შევდივარ ხოლმე ესე, იმიტომ რომ ლოკაციურად მიხდება ხშირად და რეალურად ძალიან შესამჩნევია. ეგ სამუშაოდ მისვლად ჩემთვის რაღაცა მაინც. შენთვის კი კომფორტულია, მაგრამ ხა წარმოგიდგენი რესტორანი გაქვს და მოვიდა მაგას ორი ყავა შეუკეთა და მთელი დღე იგ. ხალე მაგას ახანი მაგით აკეთებენ ხოლმე. ქართულ რესტორნებში кейსი არ არის, просто მუსიკა რო ან სუფრაზე სადაც კლასიკურ ქართულ რესტორანში. შემდეგ კლასიკურ ქართულ რესტორანში. აი მე ყვირი, ანუ ხერთმანეთს ხმას ვერ აღგონებ ის აი. სპატაჟოდ ვაფშე არ არის სასაცილო რა, ტინიტუსი სამწუხაროდ მე მაქვს. ტინიტუსი ხო ეს? ანუ არ არსებობს არც მკურნალობა მაგის, არაფერი მაგის განსაკუთრებული ეფექტური წამალი არ არსებობს. მთელი ცხოვრება გესმის მე წვილი ყურში წარმოიდგინე. ჯანმრთელობა. ხო და აუცილებლად ამ კლუბში წახვალ თუ რესტორანში წახვალ თუ რაღაც ქართულ რესტორანში განსაკუთრებით კივის და წივის მუსიკა რა არანაირი ესთეტიკა იმაში არ არის, просто ყვირი ისინი. ანუ ფიზიკად ურთიერთობასაც ხო, ლაპარაკე როზი ხარ და რო ელოდები რომ ან სადღეგრძელოს თმას რო თამადა რო ელოდება და შენც რო ელოდები უბრალოდ გამარჯობა უთხრა. მე საშუალედი რა. იქენ როდის გაჩერდება და ხო და მან დიარეთ ჩვეულებისა და სპეციალური ყურის საცობები არის ეგეთი. ლამაზი და მაგისტრის. ვა, მადლობა. მადლობა, ახლოს მივიტანო ასე. ანუ მაგარას გამოიყურება. ეს რა, კურსი კაია. მეცენ გეჩვენა ამება. ანგემრელი. ამაზე გაყოფილი აზრები მაქვს და შენი აზრი მაინტერესებს. რესტორანთან კაფეში რაც მეგობართან ერთად მიდიხარ, ერთად უნდა მოხდეთ ერთობი თუ არა. რატო ფიქრობ ეგეთ რაღაცა? სულ ფიქრობ არ ვიცი. იმიტომ რომ შენ ჭამდა მე გიყურებ. მეც მინდა ჭამა. ანგემრელი. რამე ხაში მოვიდა. ნორმალური როშ მოვიდა. სადღაც 17 წუთი. მართლა ძალიან გემრიელია. კაია ძალიან. შემიძლია დავიგინო. ანუ შენაც ვკითხე. იცი რა ვიცი მე არა ამიშნელობა აქვს არა მაგაზე არ მიფიქრი არასდროს. აი როცა გამზადდება? უი მადლობა. ანუ მაინტერესებს. აი გინდა ვეგანური სოსის გასინჯა? გასინჯა და ვეგანური სოსი და ხბოს ჩაშუშვილი ხბოს გარეშე აი რა უბედურება. გასინჯა რა მოგივა. ვეგანი. მე კარგად ჩას ხო? არ დამევარდა ახლა. ხო და მოკლედ რა ვიცი ის როდის რას მოიტანენ მე მგონია მაგაზე არ ვიცი არ მიფიქრი არასდროს და არც პრობლემა მგონია. კაფეებში არ მგონია პრობლემა და რესტორანში მგონია რომ ერთად მოვიდეთ. რესტორანში ხა ეგ დისუფრას უკეთა და ერთ სივები მოდის და მე წაიღე მე ცხელებ მე ერთნაირად. ანახეთი ვეგანური სოსისი რა. ძალიან მაინტერესებს. სანსონი შეგრძნება იმენად ნამდვილ სოსის გავს რომ როგორია?
იგივე? კაი არის, ხო? ვეგანურია ნამდვილად. მოკედა ხო? ჰა? გავსმოვდი. ოქცანდევრელია. ოქცანდ. აუცილებლად. ოქცანდია. ანტალია. აუ, საგოლი. ეს სუსისი რითი არის? ვეგანურსაც ზუსტად არ ვიცით, თუ გნებო ჩემზე მოვიწყო. რა, თუ არ დაგიზარება, თუ ბევრ დროს არ წაგართმევ. მინდა რომ ბოლოს აღმოჩნდეს, რომ ცხურის სოსისი შეგაფაროს. ახლა შევჭამდა შემთხვევით. სახელებს მოახსენებ ამ რესტორნების კაცო. აიმე. თუ გნებავთ რომ ტუები არ დაგედოთ, დაგვეკავშირდით. ვეგანურსაც თავინები არის ციციკურა. მალადეც. ვაუ, მადლობა. ფენეტიკე. ესეც ჩვენია. გამოიყურება. ეს ახლა უეჭველი გევნედი იქნება. სად. Okay, let's go. აია. ძალიან. დედასკიცა ვარ, აი მართლა მაგარი არის. ორაკაია. საღოლ, მაო. ეხლა ზეკასვასინჯო. უნა მაგარი. ამის რეცეპტი უნდა დავამოღავ, მე სახში უნდა დავაგებ. ანუ შემიძლია მადრიდის რეალის ლოგოზე დავიფიქცო, რომ იმენა 10-დან 10 არის რა. აუ, სასწაულია ხო რა დავა. აი სუპერ რა. ესეც ხომაკია. სასწაული მე ვერა. გავკაჩავ ფიზიკურ დიდი მადლობა. მოვარ კიდე. ხალხს მოვიყვანთ. ჩვენ ორაგულს ხო ჭამ. ხოდა. თევზი არ მიყვარს. ეხლა ამდენი წელია გიცნობა, იგანერად ვერ ისწავლე, რომ თევზი არ მიყვარს. შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ ჭამდე რაღაც. მაზოხისტი ვარ? მაზოხისტი ვარ სულათა. მაგალითად მე რა უცებ, რანაირი თაობა, ჩემი თაობა. ნუ არ არსებობს საჭმელი, რომელზეც შეიძლება ვთქვა, რომ არ მიყვარს თქო. ანუ ლიჟბი საჭმელი ყოფილიყო ჩვენ დროს. ვინ ოხერი დაიწუნებდა. შენ ნეგატივი ხარ უბრალოდ. თორე შენ ტოლა ადამიანებს ასეთი პრეფერენციები საჭმელთან დაკავშირებით. აი შეიძლება, მაგრამ ой, ახლა მართლა ვფიქრობ რა არის საჭმელი, რომელიც არ მიყვარს. ხოდა შენ ხარ რა არის ეგეთი საჭმელი? პრეფერენციები. არ არსებობს ვიცი. ანუ შეიძლება თქვა, არა, ხო, რო არ მიყვარს როგორ? ხო, დაჟე არც მიყვარს. აი, მაგასაც ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარს. ანუ ვერ შევჭამო ხო ვაფშე. ერთი რაღაცა ვერმა არ მაქვს ნაჭამი მარტო. ცხოვრებაში. ზღვის კიტრი. რა? ზღვის კიტრი. ისედაც პირველად მესმის. ზღვის კიტრი რა, ბოსტნეული კი არ არის. მატლი არის რა. ასეთი იმენა წაბლის მატლი გინახი არა. ეგ არის ოღონ აი ამ ხელაა მართლა რა. და როგორ ამზადებენ ის? ამოიღებენ გაჭრის, ნაწლავებს ამოუღებს და მე დაჭრის. და ვშო. ეს უნდა ჭამო უმან. იმედე და აქ ესეთი რაღაცა ხრტილისა და რაღაცა ყლარწის და ჟღვინტის კონსისტენცია. ხოდა ერთიც და კი იმას ვქენი რა ქვია, მაგრამ არ მეკენა მაინც რო სცადე და შანსი მიეცა. აი ასნია, მაგას ასავი. ეგ სად ნახე, იცით ან სად ნახე და სად გავჩინე. სამხრეთ კორეაში ვიყავი. ვალდოსტაინის შეერეს ამერიკაში. სახელი დამოვიწყდა მოკლედ რა, ქალაქი სადაც ერთ წელი მუშაობდა, და სახელი დამოვიწყდა.
მოკლედ ოკეანის პირას არის რესტორანი გაკეთებული. იმენა პირას კლდეზე არის რაღაცა გადაკიდებული. პირველ სართულზე არის იმას წყალი და ამის არის წყალი შემოვიდეს. და არის ბაზარი, თევზის ბაზარი. ოღონდ ეს ბათუმში რო გაქვთ თევზის ბაზარი, ეგეთი ბაზარი კი არა, ნაყიდი და გაყინული თევზები. ძალიან გემრიელად კი მივიწვევთ ჩავიწყო ყველა ჩამოსვლაზე. ხმა უნდა გემრიელად მივიქცე, მაგრამ კონცეფცია რაც არის, ისი ილუზიაც იქნება, ეგ ხო არ არის ნაყიდი და გაყინული თევზი იყიდება, რა. მაგრამ იქ იმენა ახალდაჭერილები ტიპი რაღაც თევზები რომ მოდიან და ნაყრიან და ჩამოივლი და ეს რაღაც სტრანი რაღაცეები იყიდება. ლოკოკინები და ეს რაღაც ზღვის კიტრები და რაღაც ზოგი რაღაც სახესროვილი მოხსოვებული რაღაცა. შევუკვეთეთ რა. და მოიდა მე და ჩემი ერთი შოტლანდიელი ბრატი ვიყავით და იმას რა ცოტა დარეგილია. შოტლანდიელი ბრატი. ეს სიტყვა შეიძლება ეს თებში რომ მოგვიტანეს ეს ხო ვერ გავსინჯეთ იმანაც იასნია ვერ ჭამა და ყვა გადავაგდოთ და აიღო და მიუტანა ვიღაცებს გვერდით სუფრად ადგილობრივები იყვნენ და ესო დიდი სიყვარული ვიღაცა ბებო და პაპაიზე და იმათაც გლოცეს ჩვენს რაღაცა ლაპარაკი არა მეტი პრობლემაა სად იყო გამთხარი სამხრეთ კორეაში სახელი დამოუწყდა ქალაქის რა ჰიუნდაი ჰოტელში ცხოვრობდი სადაც ბრაზილიის ნაკრები ცხოვრობდა ოთახში მქონდა რივალდოს ფეხის ანაბეჭდი აუ იქ ჭამე კიდე ყველაზე დიდი ლობსტერი 2 კილომდე იყო რა გემრიელი ყველაზე უცნაური რაც მომისინებს ლოკოკინა ლოკოკინა რაღა უცნაურია ხა ციხეში ის არის ადგილობრივი პროდუქტი არის მაგას რომ ჩემთვის ყველაზე უცნაური იმდენად არაფერი გამისინჯებს რომ ეგ ყველაზე უცნაურია მათ შორის მოკლედ გარემო არის ჩემი იდეალური გარემო მართლა იდეალურია ძალიან პლუს გარემო და ყველაფერი იდეალურია ბენედიქტი ყოველ მიზეს გარეშე და მაშის გარეშე რაღაცა სწავლობენ რა ეგ ინგლისური საუბრობენ როგორი? ძალიან კარგი იყო ინგლისური breakfast. ოფ უგემრიელესი იყო, სოკოც უგემრიელესი. სოფისტო უბრალოდ შედაური გრიფალები მოხდა მხოლოდ იმის გამო და ძალიან სწორდა. ხო შეგაპარეს ცხვრის სოსისი. იმდენი წელი არ მიწამია რომ ძალიან სწორდა. მაინც იმ დღეს შილაც არ გაჭამეს ჩუმად იმას ცხვრის დუმაში გაგე. არა და ცხვარზე მაგარი არაფერი არ არის. просто იმაზე ვერ გაიფობ ხოლმე ჯერ რა უნდა დაგაზალო ადამიანს თუ არ უნდა არა არა ეგ შემთხვევითობა იყო მეორე ისე ისი აკეთებს ცხვარს რომ ცხვრის გემოს ვერც იგრძნო აბჯო ცხვრის გემოს თუ ვერც ნოაჭა ესე იგი არ მოგწოს ეგ ცხვარი და აღანებო ისე სხვადასხვის დღეს დავაკვირდი არც ერთ ქვეყანაში მე მგონი ყოველ შემთხვევაში ეხლა დავაკვირდი მართლა სხვადასხვა დაგვირგვინებია ეს ანუ რითი ხდი რომელი ბანკით ხდი ეგეთ რაღაც არ არსებობს მართლა დაგვირგვინებია ხაში ეგ ჩვენი ბანკების სპეციფიკაა იდეაში ეგეთი ვახშენა შეიძლება სახელები ბანკები ახსენე კაცო და დაუბლარო მაგალითად მაგას იმიტომ გეკითხებიან რომ პირველად საქართველოს ბარათი ხდი საქართველოს ბანკის ბარათი და პლუს კარდი არის TBC ტერმინალზე არ ტარდება ფიზიკურად და მე ვარ ასე რომ საქართველოს ბანკის ბარათი სხვა ტერმინალზე რა გაატარო რაღაც ბენეფიტები თუ გაქვს გაუ იგივე რა საქართველოს გარეთ რატო არ ხდება ეს ალბათ ბანკებს არ აქვს გავსი ბენეფიტები და მათ მნიშვნელობა არ აქვს ეგრეა მოკლედ მართლა კარგი იყო ერთი ამბავი არის რა ჭამჭუმების გადაცემაში ჭამჭუმებზე ძალიან ცუდად სუდი თუ იქნება უბრალოდ არ გაუშვებთ ხოლმე იმას რა იმიტომ რომ აი სუდის თქმა როგორი კონტია ყველას იცოდა და მე მეორე დღე უნდა იმენა არ შეგიძლია ერთია მე უნდა აგაწიო მეორე დღეს რა პატარა ქალაქი არის და ის თორე ხა ყველა უდ რაღაცა გადაცემებია თუ როგორ ხია რა რაც გინახავს ყველგან ხო ყველაფერი კარგი არის რანაირად არის ყველგან კარგია რა სასულელე არის ან დასპონსორებულია ან ჩვენსავით უბრალოდ არ უშვებენ ცუდ რევიუს მე მაგალითად ცუდ რევიუს არ ვწერ არაფერს ან რაღაც თუ არ მომწონს მირჩევნია საერთოდ არ დავწერო რევიუ ვიდრე ცუდ დავწერო 107 ლარი 107 ლარი რომელიც თავისუფლად შესაძლებელია ყოფილიყო -1 აი მე რო ერთი მეჭამა იმ საკმარისი იქნება ჩემთვის რა. იაფი არ არის, მაგრამ ის ამნაირი სტილის იმისთვის ჩვეულებრივი. ეგ უნდა მეთქვა ხო ეს ცალკე აღებული შეიძლება ძვირად ჟღერდეს, მაგრამ სტანდარტ პროფესორებიც არის ამ ტიპის კაფეებში დაახლოებით იგივე საფასე კატეგორიაა ჩემი აზრით. ხო, საუზმეზე რო შემოხვიდე ახლა. ერთი ცალიც რო აიღო საკმარისი მეტია რა. მოგეთ ამ სტილის კაფეებისთვის ჩვეულებრივი ფასია რა.
თუ არ გვეთანხმებით, გაქვთ მაგის უფლება. ჭამჭუმების პირველი ეპიზოდი დასასრულს მიუახლოვდა. შემდეგში არ ვიტყვით სად მივავალთ. სიურპრიზად დავტოვებთ. გამოიწერეთ და ლაიქეთ, იმას ქენით, ამას ქენით, როგორც ამბობენ ხოლმე. მოკლედ და არ დაგავიწყეთ რომ ძირითადი საქმე მაინც სამედიცინო რაღაცეებია ჩვენთან და მაგ პლეილისტებსაც გადახედეთ. სხვა რამეს ხوار დაამატებდი. ნინო. არა, მყავს. არივედერჩი.